კალენდარზე 8 მაისია ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი მსოფლიო ისტორიაში. 91 წელი გავიდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან და მე არ მეგულება დათო საქართველოში ოჯახი, რომელსაც საკუთარი დამოკიდებულება, საკუთარი რთული ისტორია არ ქონდეს. მე მგონი არ არსებობს ეგეთი მე მახსენდება მაგალითად საკუთარი ბებია, რომელიც თვალცრემლიანი მუდამ გვიყვებოდა როგორ დაკარგა 4 ძმა ომში და ვიცი რომ ბები ამას დაკარგა კი ერთი ძმა, საოცრებაა. არ არსებობს ეგეთი ოჯახი მე მგონი რომ ეს ტრაგედია არ შეხებოდა. თავისთავად. დღეს ჩვენ ვიგონებთ ამ პერიოდს და ვაცნობიერებთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა. ჩვენი გადაცემის სტუმარია სოციოლოგი, ანალიტიკოსი სანდრო ცაგარელი. დღე მშვიდობისა სანდრო. მოგესალმებით სანდრო. თქვენ დავატიჟებისთვის. როგორ მივიდა სანდრო? დავიწყებთ ეს კითხვით მსოფლიო 9 მაისამდე და რა იყო ამის წინა, ასე ვთქვათ, პერიოდი? დიახ, ესე იგი, მეორე მსოფლიო ომზე როცა საუბრობთ, ალბათ უნდა აუცილებლად ვისაუბროთ პირველ მსოფლიო ომზე, იმიტომ რომ რეალურად ეს იყო განმაპირობებელი, ანუ ის კონფლიქტი, რომელიც პირველ მსოფლიო ომის დროს მორჩა, როგორც ჩანს, ბოლომდე არ იყო ამოწურული. ამოწურული და ამიტომ და უკვე 20 წლის თავზე ზუსტად მეორე მსოფლიო ომი დაიწყო ევროპაში, თუმცა ერთი 2 წლით ადრე შეიძლება ითქვას, რომ აღმოსავლეთშიც იაპონიის ფართომასშტაბიანი ომი ჩინეთის ტერიტორიაზე ასევე შეგვიძლია ჩავთვალოთ რეალურად პირველ ნიშნებად მეორე მსოფლიო ომის დაწყების. ანუ გლობალური ხასიათი შეიძინა კონფლიქტმა. მთავარი ალბათ განმაპირობებელი პირველი მსოფლიო ომისგან განსხვავებით მეორე მსოფლიო ომი უფრო იყო იდეოლოგიზირებული. თუ პირველი მსოფლიო ომი იყო უფრო მეტად კოლონიებისთვის და ტერიტორიული გავლენისთვის, ну აქაც ცხადია ტერიტორიები მნიშვნელოვანი ნაწილს შეადგენდა კონფლიქტის, მაგრამ ასევე იყო იდეათა ჭიდილი, ფაშიზმის, კომუნიზმის, კაპიტალისტური ხედვის, იმპერიალიზმის და აი ამ ყველაფერმა მიაღწია პიკს უკვე 30-იანი წლების მეორე ნახევრისთვის ევროპაშიც და შორეულ აღმოსავლეთშიც და მივიღეთ მეორე მსოფლიო ომი, რომელშიც ასე ვთქვათ ჩვენი წინაპრები ოდნავ მოგვიანებით 51 წელს ჩაებდნენ, იმიტომ რომ რეალურად ეხა ითვლება, რომ 39 წლის 1 სექტემბერი იყო მეორე მსოფლიო ომის დაწყების ოფიციალური თარიღი. 51 წელს უკვე როდესაც საბჭოთა კავშირს დაესხა გერმანია, იქიდან იწყება ჩვენი ნაწილი, ესე ვთქვათ, ისტორიის მეორე მსოფლიო ომში. დღეს რას ნიშნავს 9 მაისი? ეს არის პოლიტიკური სიმბოლო თუ თარიღი მხოლოდ? ცალსახად არის პოლიტიკური სიმბოლო და ამის უარყოფა არ იქნებოდა სწორი. ყველა პრინციპში, ყველა მხარე იყენებს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის, მათ შორის მიმდინარე პოლიტიკური მიზნებისთვისაც. 9 მაის თუ 8 მაის თუ ზოგადად მეორე მსოფლიო ომის თემატიკას. მაგრამ ესე იგი ეს ვერ იქნება დაბრკოლება იმისთვის, რომ ჩვენ არ ვთქვათ, რომ ეს იყო ალბათ ყველაზე დიდი ბოროტებაზე გამარჯვება ალბათ კაცობრიობის ისტორიაში და ყველაზე დიდი მშვიდობა, იმიტომ რომ ნუ როგორც მინიმუმ სამყაროს რაღაცა ნაწილში, ძირითადად საუბარი მაქვს ევროპაზე. ამ ომმა საბოლოოდ მოგვცა მეტნაკლებად, ხა შეგვიძლია ვთქვათ, მშვიდობის 80 წლიანი პერიოდი, ხო? კი, ახლა არის კონფლიქტი უკრაინაში, იყო კონფლიქტი ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებში, მაგრამ თუ ხა მასშტაბურობით რო შევადაროთ, მაინც არის, ესე ვთქვათ, გასაოცარი პერიოდი 80 წლიანი მშვიდობისა, რაც არის სრულიად იმის წყალობით, რაც მოხდა 91 წლის წინ, როდესაც დამთავრდა ევროპაში და მე რამდენიმე თვეში უკვე შორეულ აღმოსავლეთში მეორე მსოფლიო ომი. ამიტომ ეს არის ჩემი აზრით დღე, რომელმაც თანამედროვე სამყარო მთლიანად შექმნა. დღესაც ახლა საუბარი არის ხოლმე, რომ აი გლობალური წესრიგის გადააზრება არის, იცვლება წესრიგი. რაღაცა მხრივ ალბათ მართალია რა დონეზე რთული სათქმელია, მაგრამ ყველა ვარიანტში, როდესაც ამაზე ვსაუბრობთ იმ წესრიგზე, რომელიც ჩამოყალიბდა ესე იგი 45 წლის შემდგომ. ანუ 45 წლის შემდგომს რაღაცა თაობებია, უკვე ვცხოვრობთ რაღაცა წესრიგში, სადაც როლები განაწილებულია ქვეყნებს შორის და ასე შემდეგ. ამიტომ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნდამენტური დღე არის აქამდე ყოველ შემთხვევაში ეს დღე 9 მაისი. ამაზეც
ხშირი დავა არის ხოლმე რომ 8 მაისი თუ 9 მაისი. 8 მაისი თუ 9 მაისი. ჩემი პოზიცია არის ცხადია ასეთი რომ არ ვიცი ჩვენ რო ეხა ვიყოთ ფრანგები ცხადია უნდა აღვნიშნოთ 8 მაისს იმიტომ რომ მათთვის 8 მაისს დამთავრდა წარმოიდგინეთ ეხა ადამიანები რომლებიც ფრონტზე იყვნენ მათ იქ შეიტყვეს რომ 8 მაისს დამთავრდა იმ მათმა ოჯახის წევრებმა შეიტყვეს რომ ანუ 8 მაისს დამთავრდა და ეს იყო მათთვის ის ყველაზე რაღაცა ბედნიერი დღე ჩვენმა წინაპრებმა შეიტყვეს ეს 9 მაისს და მათ ანუ ადამიანები რომლებიც ფრონტზე იყვნენ ასევე შეიტყვეს 9 მაისს რომ ეს დამთავრდა 9 მაისს არის ამიტომ ხა ისეთი არ ვიცი ვიღაცა შენი საყვარელი არ ვიცი მეუღლის ან ძმის დის დაბადების დღე რომელიც ძალიან გიყვარს იმის დაბადების დღეზე რომ შენსაც აღნიშნავდე ცოტა უცნაური იქნება ხო ცხადია უნდა მივულოცოთ 29-ს გამარჯვების დღეთ აღინიშნება აბსოლუტურად და მშვიდობის დღეთ ასევე იმიტომ რომ მაგ დღეს დამთავრდა სანდრო ასე ვთქვათ ლეგენდად ნათქვამი ალბათ ქსმენია შენც რომ რო გაემარჯვა ჰიტლერს გერმანიას ამ შემთხვევაში გერმანულ ლუდს დალებდა საბჭოთა კავშირი მართალია ეს თუ ტყუილია თქვა და ძალიან შედეგები მოყვებოდა ამას დიახ კი ამაზეც გაუთავებლად არის ხოლმე საუბარი და ბევრი სპეკულაციაც არის და ცოტა გასაკვირია იმიტომ რომ პრინციპში არსებობდა გეგმა ეს დოკუმენტი არის სახელად გენერალ პლან ოსტი ანუ აღმოსავლეთის გენერალური გეგმა გერმანული დოკუმენტი 42 წელს არის შემუშავებული უფრო ადრე მაგრამ 42 წელს გამოქვეყნებულია თუ დამტკიცებული სადაც განსაზღვრულია საბჭოთა კავშირის გარკვეული ტერიტორიის დაპყრობა იყო გამიზნული ურალამდე ძირითადად შემდგომ ამ ხალხების როლი რა უნდა იყოს და აი ეს ტერიტორიები როგორ უნდა იყოს გამოყენებული. ეს არსებობს დოკუმენტი. იქ ბევრი დეტალი არის, ძირითადად საუბარია ცხადია თანამედროვე უკრაინის და რუსეთის ევროპული ნაწილის აი ამ ფართო რაღაცა მიწების გამოყენების ათვისებაზე, გადასახლებაზე, გერმანული მოსახლეობის ჩასახლებაზე, რომელიც დაწყებული იყო სხვადასხვა უკრაინაში, პირველი კოლონისტები უკვე ყავდათ ესე ვთქვათ გადასახლებული. რაც შეეხება ქართველებთან აგეგმა ქონდა საქართველოსთან დაკავშირებით, ბევრი რამე არ წერია ამ დოკუმენტში. თუმცა არის ეგრეთ წოდებული აი footnotes რასაც უწოდებთ ხოლმე, აი დოკუმენტზე მიბმული რაღაცა მცირე განმარტებითი მონაკვეთი, სადაც წერია რომ კავკასიის ხალხები, მათ შორის ქართველებიც არის მოხსენებული, კარგები არიან ესე იგი ცხენის გაწვრთნაში არ ვიცი ეს ალბათ გარკვეულწილად რაღაცა სიმართლე არის რომ ცხენთან რაღაცა კარგი ურთიერთობა გვაქვს მაგრამ ჩვენი ესე ვთქვათ როლი იქნებოდა საუკეთესო ვარიანტში რაღაცა ცხენის მწყემსობა. ეხლა არ მინდა როგორც ერის და კულტურის ეხლა ცხადია ეს რაღაცა მითები რომ აი არიული რასა და ქართველები ჰიტლერს უყვარდა და რაღაცა ანუ არის არასაიდან მოტანილი. არაფერი არ მეტყველებს მაგაზე და ერთადერთი ეს დოკუმენტი რაც გვაქვს არის აი ეს რომ ეხლა არ მინდა ხოლმე ძალიან ბრუტალიზმში შესვლა, მაგრამ ამაზე საუბარი რო არის ხოლმე, ვამბობ რომ კი, ალბათ დიდი ალბათობით ძალიან კარგი გზები იქნებოდა როგორც გერმანიაში, საქართველოშიც, მაგრამ ეხლა ჩვენ თუ არ ვიქნებოდით არც ერთი და რაღაცა სხვა მატერიალად ვიქნებოდით, მხოლოდ და ალბათ არის სხვა საინტერესო. ჩვენთვის ეხლა მეგონი მნიშვნელობა არა აქვს ვიღაცა ივლიდა კარგ გზაზე ჩვენ ქვეყანაზე, მაგრამ ცხენით ვივლიდით ამ კარგ. ო, ყველაზე კარგი ვარიანტი ცხენით ვივლიდით, ხო. რა იყო ის გარდამტეხი მომენტი, რამაც დაასრულა ეს ომი და აი ქართველების როლზე მინდა ვისაუბროთ. რაოდენ დიდი იყო და ფაქტია რომ დიდი იყო, იმიტომ რომ ჩვენ აღვნიშნეთ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან მე მგონი პროცენტულად ყველაზე მეტი ქართველი შეეწირა ამ ყველაზე არა პროცენტულად შეწირვით ალბათ ყველაზე მეტი არ შეეწირა იმიტომ რომ აი ბელარუსის 25% მოსახლეობის განადგურდა ანუ 1/4 ყოველი მეოთხე ადამიანი დაიღუპა ბელარუსში და ნუ უკრაინა სადაც ძირითადად ესე იგი საომარი მოქმედება თან 4 წლის განმავლობაში სულ ხო ქართველების შემთხვევაში ის არის რომ რეკორდულად მაღალი იყო გაწვევა ანუ მოსახლეობის წილთან შედარებით 700,000 ადამიანი სხვადასხვა დროს არაერთდროულად ცხადია იყო ფრონტზე.
და ძალიან მაღალი იყო ასევე ამ გაწვეულებიდან დაუპულების რიცხვი. ძირითადად როგორც ვიცით, ქერჩის ქერჩში დაიღუპა ძალიან ბევრი ქართველი. მათ შორის თქვენ ახსენეთ წინაპრები, ჩემი წინაპარიც დაიღუპა ქერჩში, ესე ვთქვათ, ტყვია გაუსროლელად რაღაც ეშელონი დაბომბეს და ბევრი იყო ესეთი, რომელიც ვერც მიაღწია ფრონტამდე, ხო? ქართველების როლი არის განუსაზღვრელი. მე ვამბობ ხოლმე, რომ აი ჩვენ თუ რამეთი, ესე ვთქვათ, ყველაზე მნიშვნელოვნად ვართ მართლა ევროპელები. კი, საუბრობთ აი ქრისტიანობა, რაღაც ქრისტიანობა არის ფილიპინებშიც, ეთიოპიაშიც ქრისტიანები არიან, მართლმადიდებლები. ანუ ეს უფრო მეტია ვიდრე რაღაც ცივილიზაციური ამბავი. ჩემი აზრით არის აი ეს ზუსტად რომ ქართველების მათ შორის წყალობით ნახევარი ევროპა თუ მეტი არა იქნა განთავისუფლებული და ნამდვილად საამაყოა ბუდაპეშტში თუ ესე მოხვდებით ცენტრალურ ადგილას არის ეს სასაფლაო მეორე მსოფლიო ომის ისევე როგორც ბერლინში ძალიან ბევრ ქართულ გვარს მე მინახია ძალიან ბევრი ქართული გვარი რომელმაც წარმოიდგინეთ განთავისუფლეს რა ვიცი ბუდაპეშტი პრაღა ბერლინი იტალიაშიც იბრძოდა ქართული ჰოლანდიაშიც რაზმი სხვადასხვა ადგილას ზოგი პარტიზანულად ზოგი ესე თქვა წითელი არმიის რიგებში და ცალსახად ესა მე მგონი რომ ჩვენთვის უნდა იყოს მხოლოდ სიამაყის წყარო. ნამდვილად. და ამ ომმა, ამ გამარჯვებამ, დღევანდელი გადასახედიდან, აი რა მემკვიდრეობა დაგვიტოვა? თავარი მემკვიდრეობა არის, რომ ალბათ თავი დავახციეთ, აი ამ თუ გადავირჩინეთ ყველაზე ბოროტი იდეისგან, რაც იყო რასობრივი უპირატესობა და ფაშიზმი, ხო? როდესაც რაღაცა ერთ რასას თუ ერთ ერს უნდა კონდეს უპირატესობა მეორეზე. როგორც მინიმუმ, ანუ ფორმალურად ცხადია ქვეყნები და ერები დღესაც ზოგი უკეთესად ცხოვრობს, ზოგი უარესად და ზოგი ქვეყანა ხვის რესურს ეუფლება, მაგრამ ნუ აი იდეურად მაინც ესე თქვა აღიარებულია, რომ ყველა ადამიანი, ყველა ერი თანასწორია. ეს არის ალბათ ყველაზე დიდი მემკვიდრეობა და მეორე მემკვიდრეობა არის ნამდვილად მშვიდობის მემკვიდრეობა. იმიტომ რომ აშკარაა რომ დავაკვირდეთ ახლა ყველაზე ესე ვთქვათ ცივილური ცხოვრების დონე მიიღწა აი უკანასკნელი 80 წლის განმავლობაში სოფლიოშიც ნუ განსაკუთრებით ალბათ ევროპაში და რაღაცა ნაწილში სოფლიოსი რაც არის ცალსახად განპირობებული იმით რომ ნუ ადამიანებმა როდესაც აი ეს უბედური მასობრივი ომი ნახეს რაღაცა წესები დაადგინეს ურთიერთობების ქვეყნებს შორისაც მათ შორის რომ თავიდან ეს ყოფილიყო არიდებული და მეტიც ახლა თანამედროვე თქო იგივე ევროკავშირი არის სრულიად თანამშრომლობის იდეა ხო აი ქვეყნებს შორის რომლებიც მუდამ ომობდნენ და დღეს როდესაც ეს ცოტა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ხოლმე უნდა აი არ ვიცი ეს კადრები შეიძლება ვნახოთ ხოლმე რომ რამდენად სერიოზულია ომი რეალურად და რამდენად არაფრის მომცემი არ არის თუ ის არ არის რაღაცა ესე ვთქვათ რეალურად მართლა გადარჩენისთვის ომი, ხო? ანუ სხვა, ეხა ეს იყო რეალურად გადარჩენისთვის ომი, რომელიც აუცილებლად უნდა დამთავრებულიყო, ასევე კითხვა ისმის ხოლმე, რომ აი რატო რაღაცა მომენტში არ შეთანხმდნენ გერმანიასთან რაღაცა ზავზე. ანუ ფაშისტური იდეის გადარჩენა მუდამ იქნებოდა პრობლემა, სადღაც ისევ მე თავს წამოყოფდა ეხაც ვაკვირდებით სოფლიოში რაღაცა ფაშისტურ მოვლენებს, მაგრამ მithometes გადარჩენილი რაღაცა ქვეყანაშიც უცებ ფაშისტური სამწუხაროდ ხო არსებობს. ეს იყო რაღაც ესე ვთქვათ აუცილებელი რომ ეს დამთავრებულიყო და ჩემთვის ასევე ყველაზე კიდე მანიშნებელი კარგი დადებითი მომენტი არის აი გლობალური თანამშრომლობის არაჩვეულებრივი მაგალითი იყო მეორე მსოფლიო ომი. ანუ უფრო დიდი ესე ვთქვათ აზრთა სხვადასხვაობა ვიდრე საბჭოთა კავშირსა და ამერიკას შორის და ბრიტანეთს შორის ალბათ ვერ იარსებებს სამყაროში, იმიტომ რომ იდეურად აბსოლუტურად განსხვავებულები იყვნენ, ხო? კომუნიზმი, კაპიტალიზმი, რაღაცა იმპერიალისტური შეხედვები, მაგრამ ანუ რაღაცა ადამიანური, ცივილიზაციური დადგა უფრო მაღლა ვიდრე ეს და შეძლეს, რომ ესე ვთქვათ ამ ერებმა ადამიანებმა გამონახეს საერთო და დღესაც მე ვფიქრობ, რომ გვჭირდება სოფლიოში მათ შორის სხვა ერებიც, უკვე სხვა დიდი ქვეყნებიც, ჩინეთიც, ამერიკის შეერთებული შტატების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს ერთობის ნახვა
ამ შემთხვევაში ალბათ რომელიმე კონკრეტული ქვეყნის წინააღმდეგ არა, მაგრამ რაღაცა მიზნებისთვის. იმიტომ რომ ყველაზე ეფექტური რეალურად გამოდგა ეს გლობალური თანამშრომლობა, რომ შესაძლებელი გახდა ამ საშინელი იდეის და ომის დასრულება მხოლოდ სამოკავშირეო ძალისხმევით. უღრმესი მადლობა სანდრო. დიდი მადლობა. საინტერესო საუბრისთვის. იმედია მშვიდობა უპირველეს ყოვლისა და იქნება მშვიდობა მთელ მსოფლიოში. რა თქმა უნდა. დიდი მადლობა.